ვაკეთე პოდკასტებს რეპერების წრეში თო კაფე იღუარის და იქნება წვეთში რა თქმა უნდა პროფი ვერ იქნები ყველაფერში მიყვარს სტილები ხარ დამალობნელში ჩემი სახელია ნიგა ყოველთვის ვიძახდი მაღალი ბასები, მაღალი ტონები, მაღალი ხმები, ბაუნსო ქსენოელების ტრეკებით ვიყურებ თანდათან რო ვიხოდები, გადაკეტილია ქალაქში საზღვარი ბიცია ბომბა ქობულეთელი და ბათუმი კახეთი ხოცია ვინა ბიჭო ენები, მოდი ვარ მაღალი udari თუ გინდა udачи მითხარი გადადი გვერდზე, ბიზიკო ქსენოელებმა გაიგო შენზე და ფერი არ ქონდა სახეზე, ვიცი რომ ის მინდა ისმინე ქსენური ჰანგები, ქსელური პანჭები შვება, აყავიან ნოტებს ჰანგები, იგზენი კვირდები სევდა რომ დაგავიწყდება, და მოდიან ბევრი, ზარებით მოდიან ძალიან ბევრი, თავიდან იაზვა ცელქი როჟები, ნიგერა კაი ხარ დაგი ბრატები, რაღაცო გევასე თუ მემტერები, მერას მეტონები, არ მოწონს დამიკო მემაკფერები, ვითემ ზმლები და ქალიშვილები, ხელიდან ხელში გადადის ბული, იგზენი ვერსები არომატული, ვაჯაზე ბიჭობა და ვარ ჩართული, ამიტომ გახლა ვარ ხან დაზმული, აკურატული და ლეგენდარული, კუზლის მქონდა შემონახული, ნიგერას თვისება ელიტარული, თქვენი ნაწერია ამორალური, ვიძახი პირველი არა ვარ ძამი, პირველებიდან მეძირი მაგვყარი, ეს არის პირველი რეპერის კვალი, ფინიში კი იცი და გვერდზე გადი, არ გინდა დისი და ნეგატივი, სად არის კოდი და სად არის წივი, მაღალი მთებიდან გიყურებ და ეს ბიჭი ქსევებით მოვოცებ და ისმინე ქსელური ჰანგები, ქსელური პანჩები და ბიცელვა, ბიცია ნიგერა, ბიცია ბომბა და ღიარა ბევრმა, მე ვამბობ პირველი არა ვარ, პირველებიდან მეძირი მაგვყარი, მინდა რომ თავიდან განახვი, მინა პირველი რეპერის კვალი, მე ვთესათესლები ლომა და არ მინდა ნაყოფი სიმბოლოს იყოს, მე ვთესათესლები ერთგვარად ხო და სათითაოდ გამოიღოს, აბომენს ღაბრებს და ღრენა გონია ჩავი მგლური ყმული, ჯერ კიდე ყეფო ნერვები შემწევს და ბოლოს ნახოთ ჩემი სორველი. ჩემი სახელია ნიგა. ერთი აბა თქვენს ვით 1 2 2 3 3 4 5 თუ არ ჩაწერს მითხარით თუ არ ჩაწერს გეტყვით თოკა ჩაწერე ჩვეულებრივ ჩაწერეთ რა. так თოკაფე დაბრუნდა თოკაფე აქ არის ეს არის მორიგი პოდკასტი ესე იგი როგორ მიყვარს ხოლმე რომ ზოგი იქიდან ჩამოვიდეს ზოგი აქედან ჩამოვიდეს ხოლმე დღეს ესე იგი როგორც გავარკვიე სიღნაღიდან ჩამოვიდა ადამიანი და ქობულეთიდანაც ხო კი ბატონო ქსენო კი ბატონო ანსამბლით გვაუწყდა რადგან რეპერებიან ჯგუფი ქსენო ჩაარტვით სასიამოვნოა ჩვენთვისაც ჩვენი ახლოს ხილოა გაიხარეთ აგესა ხო აუცილებლად გამოიწერეთ არხი დაალაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ იმიტომ რომ ეს არის სტიმული ჩემთვის რომ მოვიყვანო ხალხი ამათაც სტიმული მივცე და ასე შემდეგ აბა შევცხეთ ახლა ნელ-ნელა რა ვიცი გინდა აქედან ეხლა გიგასთან მქონდა ხოლმე კომუნიკაცია ძირითადად რა საიდან როგორ ეგ ჩვენ ვიცით მაგრამ გამოუშვი აბა როგორ შეიყარეთ რა ხდება როგორ დაიწყეთ და ნელ-ნელა შევცხოთ საბუკა ხარაიშვილთან ვიყავი ჩაწერაზე საბა ჩვენი ყველას მეგობარი სადაც შევხვდი პირველად ვაჟიკოს ანუ უბრალოდ რენდომად გავიჩითეთ რა მისული ვიყავი და შემხვდა და ანუ უბრალოდ ტიპაჟი იდგა და წერდა მიკროფონთან ტრეკს და ისეთი რაღაც მოხდა რომ ანუ უბრალოდ რო დავინახე უკვე იქ ყველაფერი ნათქვამი იყო რა ანუ არა მარტო ნიჭი რა ანუ როცა ადამიანს თვალებში ჩახედავ რა უკვე ყველაფერს ხვდები და მე რომ ამ ბიჭ თვალებში ჩავხედე ანუ მარტო ნიჭი კი არა ის დავინახე რაც რეალურად არის რა და ანუ დამოკიდებულებაც ისეთი წამოვიდა მე რომ დღემდე ერთად ვართ და 100 წელი და 200 წელი ერთად ვიქნებით და აჰა ხო და აქედან გამომდინარე მე ცოტა ხანს ანუ ესევე ჯგუფში როგორ ვთქვათ არ შევსულარ მაგრამ აგერ გიზას короче დახმარებით უბრალოდ მესენჯერ ზარში გადაწყდა რომ მოდიო ესეთი რაღაც გავაკეთოთ რომ ჯგუფში ანუ ეს ორი კაცი იყო თავიდან ჯგუფში მოვიწყეთ ჩვენ დიო ჩვენ და ამდენი ხნის 1-2 წლის დაახლოებით უბრალოდ ანუ 2 წლის წინ ჩანაფიქრი იყო რა არც იყო საერთოდ ცოტა თუ მოიწევი მაინც კარგია ჯგუფი არ იყო გეგმაში იყო უბრალოდ რეპი რა ესე უბრალოდ მოდიო ავდგეთო და დავწეროთ რამეო და ჩავწეროთ და გავრეპოთ მეთქი ვა მაგარი იდეა თუ გინდა ამასაც მოგცემ და მოიცა დაიდეიქ ჩემსავით და კომფორტულად რო იყო რა აბა როგორ ასე მაგარი თავთან ჩემსა ყველაფერი რა უკვე გავაგზელო მიდი აქ ხო ცოცხალი პროცესია ხო და მოკლედ ესე უბრალოდ ექსპრონტად საერთოდ თქვით რომ მოდი დავწეროთ ერთად რამე ანუ თავიდან გავიგეთ რომ მეც ვწერდი და ვაჟაც წერდა და ვა საღოლ მოდი დავწეროთ ერთად რამე ერთი ტექსტი როგორ დავასვავთ ერთმანეთს სტილებს როგორ მოვერგებით ერთმანეთს და დაიწერა პირველი ტექსტი სხვა ხა იდეალური ტექსტი არ იყო
ხო რაღაც უნდა დაიწყო. მაგრამ გაგვისწორდა. მაგრამ ანუ გაგვისწორდა ჩვენს მაგაცებსაც რომ მოვასმენინეთ, საღოლ რომ პირველად დაწერეთ, მაგარია, ვაფშე მაგარია, გააგრძელეთ. გავაგრძელეთ, შემდეგ უკვე ანუ გვერდში დგომით, რა თქმა უნდა, მაგაცების ახლობლების ოჯახის პირველ რიგში რომ ეს мотиваცია, სტიმული ყოველთვის გქონდა, რომ მიდით რა, ბოლომდე და არ გაჩერდეთ, იმიტომ რომ გაქვთ შესაძლებლობა რაღაცის. და თუ გაქვთ, მოდი გამოიყენეთ ბოლომდე. ეს გავაგრძელეთ და ერთ დღესაც რაღაცა ესე საუბრობდით მე და ვაჟა სახლში და ბიჭო, მოდიო ჯგუფიო რა, ბარემო ეხა თუ დავიწყეთო, ბოლომდე მივყოთ ხელიო და ჯგუფიო გავაკეთოთო. მეთქი ბაზარი არა ჯგუფი, მაგრამ ორკაციანი ჯგუფი ცოტა ანუ დუეტი უფრო. ხო, დუეტი უფროა და ბიჭო, დავიწყოთო ჩვენო, მერეო გამოჩნდებაო, აგეფაჯიაო, შევთავაზოთო, ანუ მომავალშიო რაღაცაო ისე ესო და კარგით ხო. და მოდი სახელი რა დავარქვათ, ხო? და ასე ვაჟამ მითხრა რომ ქსენო რა. ანუ აზრი მაგაში ეს იყო რა, გვინდოდა სახელი, რომელიც არაფერს არ ქვია, არაფერს არ ნიშნავს და ჩვენი ნაწერები, ჩვენი მოქმედებებით და ჩვენი საუბრით ერთი სიტყვით რასაც ვაკეთებთ რა, მაგით გვინდა რომ აი ქსენო გახდეს ყველაფერი. აი მაკაცობა, ურთიერთობა, სიყვარული, აი ყველაფერი ქსენო ხო არაფერს არ ნიშნავს, აი პროსტა სახელია რა, ერთ თავში დაგვარტყა მაგას რა. ქსენოფობიაო გამიგია, მაგრამ ხა ვერ მაგას არ მიაწერო. არა. ხო. ეგ იყო და ეგ. ჩამოვედი მე ქობულეთიდან, როგორც გიგამ თქვა ხარა სტუდიაში და აქედან მოკითხო ბიჭებს, ძალიან მაგარი გარემო დამხვდა. იმიტომ რომ ჩემთვის ახლა თავიდან უცხო რეპერები იყვნენ, მაინც ისეთი პონტია რომ შედიხარ ხარ, არავის არ იცნებ, მაგრამ ისეთი გარემო დამახვედრეს, რომ ეჭვიც არ მებარება. კი ბატონო, მაგ გარემოდან გამომდინარე თქვენად გავიხსენი, რაც შემეძლო ყველაფერი ჩავდე, ვაჩვენე, გავიცანი გიგა, დაუძმა კაცთით, ასე ვიქნებით კიდე 100 წელი და ნუ შევიკარით და მოვდივართ რა. ეს ფეტჯო თუ როგორ ქიესდათ ფეტჯი ხო ბოდიში ხო ეს ფეტჯო როა მაგის თემაში იყო თუ ბიგ ფანის ბრატი რო იყო თუ შენ პონჩი უბრალოდ ჩემი გარეგნობიდან და ყველაფრიდან გამომდინარე აირჩა ეს სახელი და სხვათა შორის ჭიას ლუკა ბიჭიაშვილს მოკითხვა აქედან მისგან შერჩეული სახელია რა და ანუ სხვათა შორის ერთი ქალაქელები ვართ რა სიამაყელები და ანუ ხო ჭიას ლუკა რო არა დღეს მე ვაფშე არ ვიქნებოდი ამ სფეროში ოღონდ მართლა მთელი გულით ვიძახი ყველაფერი მომცა რა რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო ისიც რაღაც დოდით რა ასე რომ იყო არ ხარ ჩემი ძვახა ანუ ესე იგი იდეაში ესე გამოდის რომ სოლო ტრეკებით დაიწყეთ 1-2 ტრეკი ჩაწერეთ ალბათ და მე გაერთიანდით თუ ჯერ კაი ხანი წერდით და მე გაერთიანდით თუ როგორ იყო არა დიდი დრო არ იყო ანუ გიგა უკვე მე-6 წელია ხო დიდი ხანია რაც ამ სფეროშია ჩვენ სადღაც უკვე მე-2 წელია რა რაც ფეხი შემოდგეთ და ჩვენ გვექნებოდა ალბათ 2-3 ტრეკი ჩაწერილი რა სანამ სტუდიურებს დავიწყებდით პროსტა ვრეპავდით ჩვენთვის გვისწორდებოდა არ ქონდა მას რაღაც ოფიციალური სახე პროსტა გვისწორდებოდა რა რომ გავაოფიციალურად უკვე და მართლა ეგ უფრო კაია ვარჯიში გამოდის და მე დახვეწა უკვე. აი ეგ არის რა და როცა უკვე სერიოზულად შემოვდგით ფეხი, მე უკვე მალევე მოხდა რომ გავიცანით და შევიგარით რა. და ისე ვის უსმენდით უფრო აი სტიმული ვინ იყო მაინც აი ძველებიდან, ოლდებიდან? სიმართლე გითხრათ თავიდან იყო ხვალე, რო იყო ხო პირველად ხო ბუბსონა. დუეტიც გვაქვს და ჩემი ძმა არის, კაცო ბუბ. სულ პირველად მას უსმენდი, მე რა იყო ბირჟა მაფია, რაღაც წლები იყო ბირჟა მაფია. ყველა ჩემიანები. და ახლა რა თქმა უნდა ეს ბოლო წლები დასი და დასი. ხო, ზეგავლენა არის დასის კი შეგატყეთ ბაზარში, საუბარში. შავი პრინცი. ხო. ანუ კი შურიკა შავი პრინცი. აცხონოს ღმერთმა. კი ბატონო. თქვენთანაც ეგრე იყო თუ? კი, ჩემთანაც ანუ ისე დაიწყო ყველაფერი, რომ ანუ საერთოდ მე ჰიპ-ჰოპის გაგებაში არ ვიყავი. ისე მოხდა, რომ უცებ გავიჩითი ამ სიტუაციაში რა და მე დავიწყე უკვე მოსმენა და რაღაცების წერა და ისე ანუ მიმიზიდა რა ზოგადად სტილისტიკამაც ანუ old school სტილისტიკა მიმიზიდა ანუ ბევრ რაღაცას მოусმინე იქითაც მოვისმინე აქეთაც მოვისმინე და ბოლოს ვიპოვე რა ის ნიშა რომ უნდა ამ სტილისტიკას მიყოლოდი და დღემდე ესე ვარ და აქედან გამომდინარე რა ვიცი თენთენი ხო აი რავი ძვალი აი კაროჩე ეგენ ზაზა ყველა რა ძალიან დიდი გავლენა და ძალიან დიდი სტიმული იყო ამ ოლდებიდანაც ვცდილობ ხოლმე ხა მოვიყვანო ხოლმე თენთენა მყავდა ძვალი მყავდა ეხა კაბუ ბედინა მინდა გუფი მყავდა ოლდებიდან ვცდილობ რომ სულ აი ძველი სასტავები მოვიყვანო ხოლმე და ნახოთ რა ხან ფრეშმენები ახალი სასტავები ხან ძველები და რაღაცა გამოვა რა კი
კაი, იმ თემაზე როგორ ახართ თქვენ? ხა იმიტომ რომ დღეს გინდა არ გინდა, ვინც უნდა ჩავწერო, არ არსებობს ხომ რომ PvP-ის თემა არ თქვენ ხოლმე. არ არსებობს. ოღონდ საღი აზრის დავუშვა დაფიქსირება და რას ფიქრობს ადამიანი, როგორ და რანაირად რა. ხო დავიწყე. ზოგადად გახვიდოდით თუ არა, რას ფიქრობთ და ასე შემდეგ რა. პირველ ძალიან აქტუალურია უბრალოდ. პირველ რიგში ორივე მხარეს რესპექტი რა, PvP-საც, DAS-საც არ ვიცი ახლა ეგ არის ყოველ შემთხვევაში მათი საქმე ის დისები და ის და ეს. ნუ, ჩემგან ორივე მხარეს რესპექტი. არის ახლა, ნუ ძირითადად უფრო დასუსპირ, მაგრამ არის ტრეკები, რომ PvP-საც თავს აი ბანის რამოდენიმე ტრეკს უსმენ ხშირად, მაგრამ რაც შეეხება ახლა PvP-ს, ყველა ადამიანი არის ინდივიდი რა. აი, ჩემი გადმოსახე, აი მე თვითონ არ მივიღებდი მონაწილეობას, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი შეხედულებები. აი რაღაც არ მიმაჩნია სწორად, რომ შეიძლება გავიდე და წინ შემხვდეს ასე, აი, არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მაგალითად ჩემი ძმაკაცი ან მეგობარი, ან თუნდაც არ იყოს მეგობარი. აი რაღაც აი ის ტემბრი იქ რაც მიმდინარეობს, მაგას მე მაგალითად ვერ ავიტან, აი ჩემ შეხედულებაში აჯდება. მაგრამ ამის გამო ჩემგან დისრესპექტი მათ არ აქვს, ანუ მაინც რესპექტი აქვს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ინდივიდი და ვაფასებ რო არიან არტისტები და გაუმარჯოს მათ საქმეში ღმერთმა რა. ხო და რა ვიცი, მაინც რესპექტი ბიჭებო, არ გაჩერდეთ, ძალიან მაგარი ორგანიზაცია, მაგარი პროექტია, მე ხშირად ვუყურებ სიამოვნებს. როგორც შოუ, მაგრამ ასწორებს. კი, ასწორებს. ძალიან ჰიპ-ჰოპ სფერო წაწია, ასე ვთქვათ, წინ მაგ პროექტმა. მაგრამ ანუ როგორც ასეთი ახლა ჩემი შეხედულება რო გითხრა, მე პირადად მართლა არ მივიღებდი მონაწილეობას, იმიტომ რომ მე ესეთი ადამიანი ვარ, რომ ვიღაცა რო დამიდგეს წინ და რაღაცა გადაზედმეტებულად რომ თან საჯაროდ ხო? ხო, თან საჯაროდ ვერავიტან ეგეთს და ანუ თუ მამდენი მოთმინების უნარი გაქვთ ბიჭებო, რა ვიცი და შეგიძლიათ და აგაქვთ შემოგეულოთ, გაგემარჯოთ ღმერთმა კაცო. არავის პირადად არ ვეხები ესე. უშუალოდ, უბრალოდ ეს ჩემი აზრია, რომ მე ვერავიტანდი. ხო, მესმის, კი. კი. ანუ ნახეთ როგორ რაღაც არის ზოგადად, როცა კეთდება სტილისტიკა, ასე რომ ვთქვათ რა. იქ არის new school-ი, old school-ი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ყველას ყავს თავის მსმენელი, ხო? კი ბატონო. და აფასებს სმენიდან გამომდინარე. არსებობს საზოგადოება, რომელსაც უყვარს მაგალითად, უყვარს კი არა, ძალიან ბევრი ადამიანია, ამას მართლა დიდი გულით ვიძახი და ვაღიარებ, რომ PvP-ის ივენთებზე დადიან, უსმენენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მონოხოლე ისება ბოლო ამდენი. ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან, მაგას ვერავინ ვერ აულის გვერდს, ვერ ასდროს, მაგრამ ესე რომ მე მკითხოთ, აი აგერ პირადად როგორც აგერ ჩემმა ძმაკაცებმა თქვეს, მე ანუ არ გავალ რა. ანუ არ გავალ და არ დავდგები და არ მივიღებ ანუ ადამიანისგან შეურაცხყოფას რა. აი როგორ ბოდიში რო გაწყვეტინე, აი როგორ რაღაცა იცი, ახსნა არ მყოფნის რა, ახსნა ხო არის რომ ეს სპორტია რა, ჰიპ-ჰოპ სპორტია და განვითარებადია და აი ვსო, ეგ ხსნის ყველა, ეგ არ მყოფნი. აი რეალურ ცხოვრებაში ხო არ აი ძმაკაცო ბიჭებთან, აი ხო გაგვიტყდება და არ მოგვეწონება არც ეც რომ აი ვიღაცამ ჩვენ ძმაკაცურ რაღაც ფარგლებში ჩაიხედოს ისი არა და მან რო გავიდე, ანუ მე თვითონ უნდა ჩავახედო, მიხვდი? ანუ ეგ არის ჩემთვის მიუღებელი და აღარ ყოფნის მე მაგას ისახნა რომ სპორტია. ხო რა, მან რო გადიხარ, ის არც გეკითხება, იხედება, რომ შენზე დაწეროს რაღაცა, ხო, უნდა დაწეროს რაღაცა ვერსი კონკრეტულად. ისე თქვენ რომ მაგალითად თქვენ დაკვირებით უფრო ეს ბიტებზე რო არის ეგ თემა უფრო მოგწონთ თუ ბიტების garaში რო იყო ხოლმე? ბიტებზე flow battle-ი, ბიტებზე მაგრამ ეს არის. flow ჯობია, იმიტომ რომ ახლა აკაპელაც მაგარი ქონდა ეხა ბიჭებს, ვინ იყო ეხა პელე იყო თუ არ ვსდები? ფინალი იყო Young Mike და პელე. Young Mike ისე გაიჭრა ის რომელი იყო Young Mike და KG. ეგ ძმაკაცების ბეთლი იყო. ეგ ბეთლი დარჩება აი ყოველთვის რა, იმიტომ რომ შენ ძმაკაც რო უდგახარ პირისპირ და გიწევს რომ გადისო. აი რავი, ყველაფერი ხო იცი შენ ძმაკაც. Sky და კონტრასტ სისტემა რო იყო ეხა რა. ხო და მე მაგალითად ეხა ჩემს მაგაც არ გავდისავ რა, არც პროექტის გამო, არც არაფრის გამო არ გავდისავ ახლა. იმიტომ რომ თან ისეთ რაღაცეებს იძახიან, რომ ჩემთვის არ არის რა მისაღები, ჩემთვის პირადად. ხო ეგ ამარა, მაინც ნუ მათ პერსონა კი მე ესეთი შეხედულება ჩვენგან რესპექტი რა, ჩვენგან რესპექტი. ქსენოსგან რესპექტი ერთ მხარისაც მეორე მხარისაც. უცხოელ რეპერებს ვის უსმენთ, ვის ანიჭებთ უპირატესობას? უცხოელ რეპერებთან ხა თუფაკი აბამუსებს რა ყველაფერს ვაფშე. თუფაკი იყო, არის და იქნება ეგ თემა, ხო? ხო, ხშირად არ უსმენ ხა სიმართლე გითხრათ უცხოელებს, რეპს მით უმეტეს უცხოელებს არ უსმენ. ნუ ქართველო, კი, სულ
დასი და შეიძლება რამოდენიმე კიდე რეპერი ქართველები. მე ამათი სიამოვნებს ვგებულობ თავიდან ბოლომდე უყვები აზრს და ეს მაბაუნსებს ეხლა და არა არის რა თქმა უნდა რამოდენიმე უცხოელი ტრეკის ახლა ტენდენციონი გინდა თუ თუფაკი გინდა თუ რა ვიცი არიან ბიჭები ახლა უსმენ მაგრამ ხიშვიათად. თქვენ? მე რო გითხრათ საერთოდ ანუ აი საფუძველია რა old school-ის საფუძველია თუფაკი და всё რა. ბიგი? ბიგი ღმერთია კაროჩე თავის საკითხში, მაგრამ თუფაკი всё რა. ანუ დამთავრდა მან. Snoop Dogg-ი როგორც არტისტი Body Shop-ში გაწყვეტა. Snoop Dogg-ი როგორც არტისტი ანუ კი რა, მე სტუპიდ დავიწყე ხო იცი მოსვლა. ხო არა? აი ძალიან მაგარი არტისტია, მაგრამ არ მომწონს რასაც წერს. ანუ მთელი მისი კარიერა აქ იმაზე რომ ტიპს პორნო ინდუსტრია თავისი. ხო რა, ანუ რა კიმინე ბოლო და არ მომწონს რასაც წერს, თორე ხა როა საერთათი საუკეთესო როა old school-ში და მიდის და რა ვიცი, აბაუნსებს ხალხს, ეგ წყალი არ გაუვა მაგას რა, ისეთი ფაქტორია. კი, ანუ ეია ამ ღამესაც გავათენებ. ეია ამ ღამესაც გავათენებ ისევ გიამბობ რამეს ვიცი ჩემ დაწერებს მუდამ საშინელი სევდა დასდევს დღეს არ დაგიწე რომანს არც ლექსისა ვარ ხოცე და ძმურად სევდის ბიტი გაუშვი მეგაფონზე და მოიღუშა გზობა მუზაც არ მიწყობს ხელს მაგრამ არ მინდა ჩემი ნაწერები დამთავრდეს არც დამთავრდება ვიცი ნებას არ მივცემ თავს და ზუსტად ვიცი სევდის მარწუხები და მაბამ სამშეღამება საწველი ყოფაინედებს ურავს მე დავიღალე დანი თვით გადარჩენისთვის უნავს არ დანებდე ოღირის ამ აყისული შიგნიდან და ვიცი ჩემი ნაწერი ჩემ საქმეს ყველგან მივიდან ღამით სერნო მარტო ასე ვარ ჩემი დღენი ანათესული სვარსკვლავო ნურას დროს ჩამიქრები ხან ვეწევი სიგარეტს ხან სასმელს ვადობ სხეულს ბევრი ნაწერის გამო მიწოდებს გადარეულს ასე გადადის ტოება წლები მიდის და მიუძდევთ ვიცი არ მეწოდინება გარდაცვალების სისხლი როცა შევალ იმ გარში როცა დათლიან ცოდვებს და როცა ჩემი ღური განაჩენს გაიგონებს არაფერზე არ ვფიქრობ რაც მაწერია მოხდეს მაგრამ ისი არ იყოს რომ ყველა გამირბოდეს არ მინდა ისე ვიცხოვრო დავტოვო რამე ცუდი შენ სიხარულის იმედო რა მალე გამიცრუდი ღამის 4 სოციაკლია ისე ვაგრძელებ წერას და ვიცი ჩემს სხეულში არ შეწყვეტს გული ცემას რაცაც ვფიქრობ ვაპირებ თამამად გადმოცემას და სიამაყით ვაპირებ დედიკოს გაოცებას ხო ესეთი ვარ ესე ამ დროს მომდის მუზები და ყველა პონჩი ყოველი წერისას ვიგრუზები ჩვით ხასიათზე წერა არ გამომდის და რა ვქნა ზევით უფალმა ჩვენი ბედის დასასრული დათქვა არც მაგისი მაგშიში და ბლადავტოვებს სახელს და იმედია ჩემი შვილი სიბოროტეს სამხელს და გლობს და დასჯის ყველას თუ ოჯახზე იტყვის თუც და იმედია თაობას არ ვნახავ და ძაბულს არც მის სამღერზე ვიფიქრე არც მელოდია დავთქვი მაგრამ წერა რომ მიყვარს ზუსტად ეს არის ფაქტი ვიცი რომ სევდას ვუწერ ხშირია თემა ამაზე და კიდევ ერთი ტრეკი არის თავგადასავალზე მეც მივენდობი ისევ პასტა დავღალე ხელში და ვიჩემზე ბევრი შავია ღამე ისევ ფიქრი მაწერინებს ამდე დამიწაზე ისევ ლექსი მაძლებინებს არ მინდა ეს განგსტა ბასტა თქვენი გაკაჩული თემა მორჩა წავედი გათიში აღარ ატვლიკინო ენა მივდივარ მარტო რაღა დამჩენია აქ მაგრამ ამ ცხოვრებას მაინც ბევრი დადებითი აქვს დარჩა ცარიელი სენ ისევ დაიცალა გული ვიცი ჩემი ნაწერებით არ ვიქნები გამოსული თქვენთან ეია არა ცოცხლები რო ყოფილიყო მაგალითად ეგ სასტავი ხო თქინდაც თუპაკი ბიგი ვფიქრობ რომ საერთოდ შეიცვლებოდა ამინდი მანდ რა ისე ვფიქრობ რაღაცნაირად იმიტომ რომ თავის პონჩი მიყავდათ იმასაც ამასაც მაგრამ მე რაღაცნაირად მოიშორეს ვამბობენ და არ ვიცი ალბათ ეგრე იყო შოუ ბიზნესი ისეთი რამეა რომ რაღაცა PDD-ის თემები რო იყო თუ რაღაც ხო საერთოდ PDD-ის თემები ხო საერთოდ ისეთი რაღაც თემა იყო რომ საერთოდ შოკის მომგვრელი ეგ რო გავიგე თავიდან, ანუ თავიდან ხდებოდა რა TikTok-ზე და არ ვაქცევდი იმდენად ყურადღებას ახლა ამერიკაში რა ხდება ცოტა ახლა ნაკლებად გაინტერესებს რა და მე რო უცბად საქართველოს გამოაცხადა რომ ესე ხდებაო და ის ეგრევე გადავხედე რა და მეთქი ვა გადაოვე აგრე ეს რა ხდება ვაფშე ვინ უნდა დაგეგმოს რანაირად ზეთების ბიზნესი საბავშვო ზეთების ბიზნესი
ისე აი ამ კარიერულ თემაში როგორ აპირებთ საით აპირებთ გაინტერესებთ მაგალითად დუეტების თემას თუ აპირებთ ამ და კლიპების თემა ყველაფერი რაც დაგეგმილი გვაქვს პირველ რიგში არის სტუდია რომელიც ახლა უკვე გვაქვს ახლა ვიდეოს ანუ ესე რომ აგიხსნათ ახლა ბოლომდე რო ჩაგახედოთ არის ახლა სართული ერთი სართული გვაქვს გამოყოფილი სადაც თავიდან ბოლომდე პროექტი მიღებულია ახლა ნენელა ვიწყებთ короче რომ აი სტუდია თავიდან დასრულდეს და ეხა ივლისში და აგვისტოში გვაქვს უკვე მასშტაბური კლიპები დაგეგმილი რა და ყველაფერს ვაკეთებთ მაგისთვის რომ გამოგვიდეს და აგვისტოს ბოლოსკენ უკვე ივენთი გვინდა ჩვენ Galaxy პირველ ქობულეთში მე სიღნაში ჩავალთ და ეს ნენელა და აი თავი დაპატიჟებული ვარ ყველგანაც რა თქმა უნდა მაგაცი მაგაში ორი აზრი არა თოგა შენ ყველგან აღნიშნოთ არ ჭირდება მოკლედ საფულში არის ძირითადი გეგმები რა და უნდა გამოგვიდეს აუცილებლად ყველაფერს ვაკეთებთ მაგისთვის ქობულეთი ბათუმი ასწორებს მაინც საფულში ეს ღიაცის ქვეშ აპირებთ ამ ივენთების თუ არ ვიცი ჯერ ღიაცის ქვეშ არ ვაპირებთ ანუ იქნება ადგილი ანუ ივენთისთვის გამოყოფილი ან ბარი იქნება ან კლუბი ანუ კიბერო დაამტვრიეს PvP-ს ისო იყო ფინალი იყო იქ ჩაიმტრო კიბე მე კი აღადგინეს მე მგონი ხო მთავარია მონდომება და აი პადვალში ჩახვალ და იქაც გარება მთავარია შენი აი მაგალითად ერთ პატარა იმით შეგაწევთ ისე თქვა აი სტუდიას რაც შეეხება აზოს აქედან მოკითხვა აზაზელის სტუდია ვიყიდე მე რა ხო და აი რაღაცა გაყიდა თავის ხო ანუ ახალს ის ახლა აზო ნუ არ ვიცი ახლა მის გეგმები თავიდან ბოლომდე მაგრამ აზოს გაჩერება არ იქნება მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში მოიცა სტუდია ანუ გულისხმობ კონკრეტულად აპარატურას თუ აფართი არა აპარატურა ხო და აი რაღაც ხო ღირდა აი თან ხარა და აი როგორ რაღაცა იცი რაც უკვე ჩემთვის მინდოდა ანუ ხშირად არის რომ ხშირად კი არა ყოველთვის მშობლები მყავს გვერდით და ოჯახი მყავს გვერდით რა ნებისმიერ თემაში თუ რამე მინდა ყოველთვის ჩემ გვერდით არიან მაგრამ აი ეს უკვე იმინა თავიდან ბოლომდე ჩემი საქმეა და მინდოდა რომ ჩემით გამეკეთებინა აი 18 წლის ვარ და აი სამსახურში ჯერ არ მივსულა რა და არის ჩემი ერთი ძმაკაცი თორნიკეს კიდე აქედან მოკითხვა კი ბატონო ხო და ანუ რა არის იცი გულით რო გვინდოდა ორივე მერთად აი ესე გვერდში დამიდგა ჩემი ერთი ეს არის ძმაკაცობა და ყველას მოგიწოდეთ ესე ძმაკაცობა ერთად დავიწყეთ სამსახური ორივეს ერთობლივი ხელფასი შევკარით თავიდან ბოლომდე მის თავიდან ბოლომდე ჩემი და დღეს მიდგას სახლში სტუდია აი პირველ ცხოვრებაში დავიწყეთ სამსახური რომ რაღაც ჩემთვის მიმეყო აი ეგ არის მონდომება და თუ მონდომება არის და რაღაც გულით გინდა და ვიღაცის იმედზე არ ხარ რომ რაღაცას გააკეთებ რა ვიღაცის იმედით მაშინ უეჭველი გამოგივა რა შანსი არ არის თავარი გულით გინდა რაღაცის მისაღებად რაღაცა დათმო რა ის კომფორტი ზონა ეს კომფორტის ზონიდან გამოვიდა და ადგა და გააკეთა საქმე. ხო, ანუ ყველა შეუძლია ხარ რომ მა ჩამირიცხე და დე ჩამირიცხე, მაგრამ ეხავს ხო რაღაც გინდა შენ ცხოვრებაში და რაღაცა არა, შენით უნდა გააკეთო რა. ეგ არის გულით მონდომება. რა, ესეც მაგაცობას გისურვებთ მეგობრებო ყველას რა. ჩემი აზრით სამაყოც მაგაცობას. კარგი რეპერი როგორ უნდა გამოარჩიო მაგალითად ადამიანმა თქვენი ხედით რა ხო არიან რომ კარგი რეპერები და ცუდი რეპერები რო ამომე ხოლმე და მაგალითად ლირიკა უნდა კონდეს კარგი კლიპი უნდა კონდეს ხარისხი უნდა კონდეს მაგარი თუ აი თავარია ნაწერი და ხარისხი და ეს ჩემი აზრით არა პირველ მეორე ხარისხოვანია და არცაა მეორე ხარისხოვანი რა ძალიან უნიშნელო რაღაცაა ხო ძალიან უნიშნელო რაღაცაა თავარია რა გიწერია შენ და იმ ნაწერში როგორი აზრი გიდევს რა გიდევს იმ ნაწერში ეხა წეგან მე ანუ იქნება ხო რაც ვიბაზრეთ კი ყველა ხო რაც ვიბაზრეთ ანუ ლირიკა მაგ ტექსტის არის მართლა როგორ დაწერილი იცი ხამია გათენებული მაგ ტრეკზე და მართლა დაგრუზულზე და მართლა რო გულიდან მოდის ესა ლირიკა ბიტი ვერ დაუმთხვეთ, მაგრამ შემდეგადაცემაში დაუმთხვეთ. შემდეგადაცემაში დაუმთხვეთ. მოუმზადებლები რომ მოუმზადებლები. მაგრამ სხვადასხვა უცებ გადაწყდა ეგ თემა და არავის ბრალი არა. არა არის ნამდვილად. ექსპონტად გადაწყდა უცებ რომ უნდა მოვიდეთ ბიჭები იქითაკე და მე ამ კაცას ვთქვი მეთქი რომ ეხლა უფრო ჯობია მეთქი რომ ერთი ორი კაცი იყოთ ან სამი კაცი იყოთ და რაღაც საყურებადიც არის და უფრო ასწორებს რომ უფრო მეტი აზრი დაფიქსირდება და თავის. აი რა არის იცი ცოცხალ მაგალითს მოგიყვანთ რა გიგი ხა ჩემ ბავშვობის მაგაცია და გიგა როდესაც გავიცანი აი პირდაპირ ხო ვერ დაძმაკაცები არა არსი გავიგე რომ უყურებ ადამიანი რას წერს ანუ ზოგი რო ანუ არის ხა რა ანუ სახელი და გვარის დასახელება არ მინდა ანუ ზოგი ანუ ვისური გადაუტენე აი ეს მოკალი ეს გადაუდე არ გაგიკეთებია
პროსტატზე და არ გაიკეთებია. რაღაცას რო წერ, ან გაკეთებული უნდა გქონდეს, ან გულიდან უნდა მოდიოდეს რა და გამკეთებელი უნდა იყოს. და რო შევხედი ადამიანს, ანუ რო შევხედი ადამიანს რას წერდა და რას აკეთებდა, თავიდან ბოლომდე ფაიზაღი დავინახე რა, თავიდან ბოლომდე. ჯერ აი ნუ ამ ნაწერით დავინტერესდი და გავიგე ვინ იყო და მე დაუძმაკაცდით და დავინახე ის რასაც წერდა რა მაშინ თავიდან ბოლომდე. საერთოდ ეგ როგორ იყო იცი? ვაჟა სანამ წავიდოდა თბილისში, ანუ გიგაზე ჩვენ დიალოგი გქონდა რა. აი ვიჯექებს ერთ საღამ რაღაცა ლუცვავდით, რაღაცა თამრებავდით და შეხვდა რა ვაჟას TikTok-ზე და აუ ეს რა, მაგრამ უბერავს რა, მაგრამ ბაზრობს და გიგაზე იყო და ამ დროს არ ვიცნობდით საერთოდ და ხო, TikTok-ზე ვხედავდი ხოლმე. ხო რა და ჭირია ვიდეო. რო ჩავიდა ვაჟა თბილისში და ვიცოდი ხარასთან უნდა მისულიყო მოკითხვა ჩვენ ძმას რომ მივიდა ხარასთან, იქიდან მირეკავს რა და აი ნახე ხე რა კაცი უნდა განახო რა და ეს ბაზრობდა მაგროს და დამანახა მეთქი ვა საღოლ მომიკითხე ბიჭები და რამოდენიმე ხნის მე შევეხმიანე გიგას მეთქი რა შვები ჩემი ძმა როგორ ახარ და ეს აწვა და დღეს ესე ვართ ერთობლივად და ერთად ხო ანუ დავამატებ კიდე თავარია ნაწერი და ლირიკა, მაგრამ საბაუნსო ანუ ლირიკა შეიძლება არ იყოს და პროსტა საბაუნსო ტრეკებიც არის ძალიან ბევრი, რომელიც ძალიან გვისწორდება რა. ნუ ეგეთ პონჩი ბაზარი არა, დავი თავიდან ბოლომდე მოყვებით საბაუნსო ტრეკები ძალიან ასწორე. ხო, მაგრამ ლირიკა და ნაწერი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ხო, ლირიკა და ნაწერი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისე ვერც საბაუნსო და ვირავით არის სტილისტიკიც ტრეკი ვერ იქნება რა. თავარია რას წერ? რეპერებს რიზი გეშინიათ ზოგადად. შეშინის იქოთ. ვა გიფიქრიოდ ეს მე მსგავს რამეზე? რეპერებს ანუ გველის მეშინია მაგრამ რეალური ცხოვრებია. ანუ გველის მეშინია გველის წელი როა შეშინებული და დიხარ თუ ზოგადად რო ხედავ. ბიჭო არა ანუ რისი შიში გვაქვს ეგრე ალბათ ანუ საქართველოში ის ხო არ არის ხან მაგალითად იქ ნიუ-იორკში და ლოს-ანჯელესში რომ გადიხარ და შეიძლება ვიღაცამ შუბლი გაგიხვიტოს ეგრევე და რაღაც ანუ რეპერების პონჩი ვამბობ რომ ისეთები ხდება ქვეყანაში რომ ანუ რეალური ცხოვრებიდან გამომდინარე ზოგადად ხო არის ანუ იმედ გაცრუება ეგ არის მართლა ძალიან დიდი იმედი და იმედ გაცრუება ანუ როგორც რეპერობის დაუფასებლობის თემაში თუ იმედ გაცრუება რის ანუ იმედ გაცრუება მე თავიდან ბოლომდე დარწმუნებული ვარ იმაში ანუ ჩემ ჰიპ-ჰოპის გარდა ჩემს რეალურ ცხოვრებაში და ამაზე რა ვიცი ეჭვების უნდა შეეპაროს რომ არავის იმედს არ გაუცრუებ მაგრამ აი ამ ჰიპ-ჰოპზე მაგ ხარ პირადად საუბარი იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანისგან გძნობ გვერდში დგომას თავიდან ბოლომდე აი ყველანაირად მატერიაზე არა ასაუბარი აი სულით და გულით არიან ჩემთან რა აი მართლა მთელ ქობულეთს აქედან გენაცვალეთ გულში და სულში და ქობულეთს იქით კიდე არის ძალიან ბევრი ადამიანი ვინც ამყარებს იმედს აი ამ იმედგაცრუების მეშინია რა და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ აი იქ ფინიშამდე ანუ შენ რო არ გაუცრუებ ხო ანუ ეგ არის თორემ მოტივაცია ხო ყველაფერს იგჭირდება აი ზუსტად მაგის თქმა მინდა რა როცა ჰიპ-ჰოპი დავიწყე რა საერთოდ თავიდან ისეთი რაღაც იყო რომ რაღაც პატარა სკოლის ზეიმი იყო ხო ხვდებით რა და იქ რაღაც დაიწერა და მე აქედან გამომდინარე ნუ მოკლედ დაიწყო გრძელი ამბავია მოკლედ გეტყვით ხო ხვდებით და ანუ რაღაც რო დავწერე მე ერთმა ჩემმა ძმაკაცმა ნახა ვაღა და ობრა მაგარია მე ერთმა და ანუ აქედან დაიწყო უკვე ყველაფერი აეწყო და დღეს ვარ აქ და ერთადერთი რაღაც მინდა ანუ ყოველთვის და ყველგან რა მე ესე კამერების წინ არასდროს და ცოტა არც იზიდავს რაღაც დოზით რო ვთქვა მაგრამ ანუ ჩემები სიგნალები ჩემები ხო ხვდებით კახეთი კიზიყი მენაგულში ხართ ქოგულეთელები გაკონცეპტულში ყველაზე ხართ და ყველაზე მთავარი ამასაუბრის მორალი იცით რა არის რომ მოდი ჟარგონულად ვიტყვი რა რო გმასტავენ რა ხო ხვდებით აი იმენა რო გმასტავენ რა მიდი ძმა შენ დაიწყე ხო მასე ხარ და აბა შევხედავ გაზიარებებზე კომენტარებზე ლაიქებზე ამბებზე ამას იგი იზავენ ჩვენი ბოდიში ხوار გაიჩეს ეს ხვანათებს ასწავლა. ხო, აბა რა გიტა. ეი ამოუჭრა. არა, კაცო, ნიკოლებიც არის ხოლმე. ეი ამოუჭრათ მეთქი რომ თქვა მაგი იქნება ყველაზე დიდი პრეგოლი. მაგი იქნება პრეგოლი. შევხედავთ ახლა როგორ დაგმასტავენ აბა გადაზიერებებით, კომენტარებით, ამბებით, იგიტაკეთ. როგორია იცი? დარწმუნებული ვარ მე მართლა ეხა რომ აქ მე რო დამენახავენ აგერ ვაჟას, აგერ გიგას ჩვენი ქალაქი, ანუ ჩვენ როგორ ვართ ეს ახლა ქობულეთში, ვაფშე ყველა მიცის ჩვენი ჯგუფი. ხო, ქობულეთიდან არ გამიგია რეპერები მართალია. აზო. აზომიდან ხო მარტო. აზო ქობულეთელი. ქობულეთელი. მაგრამ აზომ დადო. შენ რო ბათუმელი გონია წარმოედგინე რომ ხო რა.
აზომ და ეგრე გონია ყველას, არა და აზაზელი, დენისი, ჩვენი ძმა, ქობულეთელია, გელაურელია ბრატ. Короче, просто არ შემიძლია რომ ეგ არ ვახსენო და ეგ თემა წინ არ წამოვწიო რა, აი რაც შეეხება მაგ დამასტვას, ანუ რა არის იქ, ანუ ამდენი ადამიანი ხო ვახსენე რა და ერთი არის ბაბუ, короче, ბაბუს ვეძახით, ანუ როგორ რაღაცა იცი, ქსენო თუ რამის, короче, გააკეთებს და წარმატებას მიაღწევს, სტარტი რაც შექმნა და შეუქმნა, ეს არის ჩვენი ძმა, короче. ეგ ის ბაბუ ხო არა? მე რო ბაზრობდი იმ წლებში რო ბაზრობდა ხომ თუ ის ბაბუა წალი ეს არის вообще სხვა რაღაცა ადამიანია ჩვენი ახლობელი. აი რა არის, იცი? მოგონებებიც მან შეგვიქმნა. აი ყველაფერი, ანუ მატერიაზე არ მაქვს, პროსტა საუბარი არ მიყვარს მაგაზე ბაზარი რა. პროსტა იმ ისტორიას გვიქმნიდა და იმას გვაკეთებინებდა და იმას ვქნიდი ჩვენ ერთად, რაზეც უნდა დაგვეწერა. და როდესაც ეგეთი ადამიანი ყავს გვერდში, აი ღმერთმა სულ ეგეთი ადამიანები გიმყოფოთ გვერდშია და ეგეთმა ადამიანმა გაგიმყარონ ხარი. აი შანსი არ არის რომ კალამი დადო რა. იმიტომ რომ ისტორია ისტორიას ემატება, მოგონება მოგონებას ემატება, არის სევდა, სიხარული, ყველანაირი გრძნობა, როდესაც ამ ადამიანთან ერთად მე ვქნი, ჩემი ძმა, ჩემი სიცოცხლე და ანუ შანსი არ არის რომ მე ჩვენ კალამი დავდოთ რა, იმიტომ რომ ესეთი ადამიანი ყავს გვერდში რა. ანუ სტიმული მოხდა აი სერიოზულად. ყველაზე დიდი სტიმული და ყველაზე დიდი სტარტი რომ ჩვენ ეგ დაგვიწყო და გაგვეკეთებინა არის ეგ კაცი რა და თავიდან ბოლომდე გვიდგას გვერდში. ყოველი დღე ცხო თავისებური ისტორიაა. ხო, ანუ მაგაზე დღევანდელიც თუნდაც Просто სასიავნო აი მოგონება. იმენა სირცხვილი და დაუფასებლობაა რომ სადმე მე მის სახელი არ თქვა, იმიტომ რომ ისაა პროსტა ჩვენი სტარტი რა. ტრეკშიც ანუ არის, ჯგუფზე მაქვს საუბარი. ტრეკშიც არის ნახსენები, გისოსებს მიღმა. კი, კი, ხო, სხვა ანუ შეგერო ეგ- ჩამიგდე ბაბუ, უნდა მეკითხა მაგაზე რომ ის ბაბუა თქო თუ ეგ ბაბუა. აი, მაგას არ იყო ზუსტად გაეთ. ეგ ბაბუა. ხო და მიუძღვენით, короче, რომ გამოვიდა პირდაპირ დაახვედრა სექსიმერა და მაგაზე ბედნიერი კაცი იბოვიჩი ალბათ არავინ არ იქნებოდა ისე უხაროდა რა. კაი, რამდენად ნაკითხი უნდა იყოს რეპერი თქვენი აზრით? ძალიან. თქვენ მაგალითად აი რომელი პოეტი მოგწონთ, ან რომელი მწერალი, უფრო როგორ ახართ მაგ. ზოგია მაგალითად რომ აი ნაკლებად კითხულობს, მაგრამ კინოები ევასება მაგალითად და რა ვიცი ხო. როგორია იცი მან რომელი ბატო იტყვი. იტყვი მინდა. ჩემი აზრით იცით რა არის, ნაკითხობა ძალიან მნიშვნელოვანია მართლა რა. ზედმეტად. ზედმეტად მნიშვნელოვანიც არის, მაგრამ მე ერთ რაღაცას ვიტყვი რა, სულის ზახილი ხო ხვდებით რაც არის რა, აი თუ სული გეძახის რა, რომ უნდა გააკეთო, უეჭველი გააკეთებ რა. აი ეხლა მე მაგალითად პოეტები რო ახსენეთ, ნიკა კვესელავა არის აი უძლიერესი პოეტი, გარდაცვლილია უფალმა ნათელში ამყოფოს. აი ძალიან კაროჩე, ანუ სხვაგან ზომილებაში გადაყავხარ რა მართლა და სხვათა შორის მე ლექსებსაც წერ და ასე შემდეგ და ანუ მაიდან გამომდინარე დაიწყო ეს ჩემი ლექსების სტილისტიკა და ანუ ჯერ ლექსებს წერდი და მე კი, მეც მასე და ხო, ანუ არა, ლექსებს არ წერდი, ჯერ ჰიპ-ჰოპს ვაკეთებდი, მაგრამ მე დავიწყე. ზოგადად ნებისმიერი მე თუ მკითხავ ძალიან ნებისმიერი არა, მაგრამ ბევრი არტისტი გეტყვის რომ ჯერ ლექსებს წერდი და მე დავიწყე ჰიპ-ჰოპი რა. ანუ ბავშვობიდან გქონდა მიდრეკილება ხელოვნებისკენ. და ნაკითხს რაც შეეხება მე მოვიყვან მაგალითად მამუს მამუკას რავი მამუს ლირიკა მამუ ვიცი რომ ძალიან ნაკითხი ადამიანია ანუ ძალიან ნაკითხი ეგ არის ცოცხალი მაგალითი რა შეუძლია როდესაც ხარ განათლებული და ძალიან აი რავი რამდენი წიგნი აქვს დაკითხული ალბათ ვერ დაითვლი რა ზედმეტად ნაკითხი ადამიანი და მაგით ჩანს ლირიკაში ზუსტად ანუ მამუს ლირიკას რო უსმენ რა სხვაგან ზონილებაში გადიხარ საერთოდ იმიტომ რომ მამუა რა ერთი და მორჩა всё მამუა რა კი ერთია და აღარგან მეორდება მე რა მართლა უძლიერესი ლირიკის მქონეა ადამიანია და მოკითხვა მამუს მოკითხვა დიდი სიყვარულით და პატივისცემით ძალიანაც კარგი. ფილმები რომელი გევასებათ უფრო რეპის თემაზე რომელიც არის? რამდენიმე ფილმი არის სხვათა შორის? აი სხვათა შორის ის რა 8 მილზე და იმაზე არ მაგრამ ზოგადად. ზოგადად ის ანუ ის რო 8 მილი როა ხო იცი? არ მაქვს ნანახი. მართლა? არ მაქვს ნანახი. მაგით იწყებენ ხოლმე საერთოდ. მაგით იწყებენ კარიერას ხო რა? და ემინემის 8 მილი მე ვაფშე არ მაქვს. აი დაჟე ხო რამდენჯერ საიძო ყოფილ ვარ ფილმების და მეთქი ავი რაღაცა ფილმს. არ დაგაინტერესა რომ ხო და ანუ რამდენჯერ შემხვდარ 8 მილი და ემინემი ახლა რაღაც მაგრამ არა რა არც გამიხსნია დაჟე რა. არც აღწერაც არ წამიკითხია. რატო უნდა უყურო რაღაცა ფილმს კარიერის დაწყების გამო?
არა, დაწყების გამო არა, ძალიან ანუ რაღაცა საყურებლად შეიძლება ასწორებს. და გაინტერესოს ხო? ერთხელ მაინც უნდა ნახო ესეთ თემად. მithos რეპერი როცა ხარ ადამიანი, აი საქართველოში ხო არო, აი გაჭირვება გამოვიარეთ და გაჭირვებაში ხო არის ხომ ერთი, მაგრამ აი მართლა ტიპები მართლა რა გაჭირვებას გადიან და აი მართლა რა თემებიც არის იქ რო უყურებ. ისე ტიპო აქ შეიძლება ბევრი წაიწუნო რომ სტუდიაში საშუალება ამქურა ჩამოწერა და რა მოხდები მაქსიმუმ და რაღაცა ისეთი რა და იქ მართლა ტიპები იმინა შიშით დადიან რომ დღეს ვიღაცა შუბლი არ გაუხრტოს და ხვალ ვიღაცამ რაღაც ეთება. თუფაკი განგსტერი იყო ვაფშე. ამბობენ. არა, თვითონაც ხო აქვს რა რაღაცა ვიდეო. თან განგსტერობას რო აღწერს ეგ ვიდეო თუ გაქვთ ნახე. თუფაკი მსახიობიც მაგარი იყო. მსახიობიც მაგარი იყო. როგორც არტისტი და ძირითადად უფრო არტისტი იყო, კარგი ამბობენ და უფრო დგავდაო, რასაც აკეთებდა მორა. აიყოლია მთელი რა ქვია. კი. შავი სამყარო. მის უბანში, მის უბანს ვერ ეკარებოდა საერთოდ ვერც რეპერები და ვერა. უბნის გარეთ რო გამოდიოდა, მე კი, მაგრამ უბანში ვერ. და ბიგი და ეგ ძმაკაცები იყვნენ თავიდან კაი და მე რაღაცები მანდაც როგორც ხდება ხოლმე. კი. კეთილის სურველებმა დაატაკეს ერთმანეთს რა. კაი, მოდი ისინი ერთმანეთში ამყოფენ სადაც არიან და რა ქვია, ჩვენსაც მივხედოთ. აი ხა საიტ-აპირებთ განვითარებას, მაგალითად ხუარაპებთან სტილისტიკის შეცვლას. ეხლა მაგალითად აი PvP-ში და ზოგადად რო ვაკვირდები თანამედროვე არტისტებს, აი დრილი და უფრო რაღაცა შეიცვალა რა, თითქოს დრილი, ტრეპი და ბევრი არტისტი თითქოს იაკეთებს რომ მარტო აბაუნსოს მაგალითად და ტექსტ აღარ ექცევა თითქოს მნიშვნელობა დიდად რა. და თქვენთან როგორ არის ეგ თემა? აი რა არის, იცი, მე მინდა და პირადი სურვილი მაქვს ჩემი, მე მომწონს მაგალითად იმდენად არა თან საქართველოში ახლა შეიძლება ბრაზილიური ხანგები რომ მომწონს, ბითის პონჩი, ისე არაფერი არ მიზიდავს რა. და ალბათ ჩემგან ახალი პირადად იქნება ბრაზილიური ხანგებზე რაღაც აწყობილი ბითები და იმ ბითზე მორგებული რაღაც ტექსტი რა. რომანოზე აგვიწყობს მაგ ბითს. ხო, მოგეთქვა გიოს. ხო და რომანოზეს მეკითხა. ეგ არის რა, მომწონს, მიყვარს, თან საქართველოში იმდენად ახლა ბრაზილიური ბითები, რა ვიცი, არ გამიგია რომ ესე გახშირებული იყოს. ხო, მეც რაღაცა. ხო, არა, ცაც მისი მუღამი აქვს რა რაღაცა რა. ეგ თუ არ დაუჭირე, შანსი არა ვერ და. სხვადასხვა მაგ ბითზე შეიძლება ესეთ რაღაცა დაწერო გლობალზე გაგივარდეს. იმიტომ რომ ეგ თვითონ სტილია რა რაღაცა ისეთი რა, სვენადი ბიტია. ხო და დრილი და ტრეპი ახლა იმდენადაც კიდია სულ ოლდი იყო რა, იმინა ბუმბეპი იყო. ახლა შემოიღეს ბიჭებმა და რა ვიცი, ეგეც ახალია და ვითარებენ და ჩვენც რა თქმა უნდა მოვარტყამთ 3-4 ტრეკს მაგაზე და რაღაცა შემოვიტანთ ამ ბრაზილიურ ხანგებსაც და დაჟე ჩაწერილია 2 ტრეკი დრილზე. მაგარი ტრეკებია 2 დრილზე და მაგასაც ეხლა კიდე რა მაინტერესებს კონკრეტულად ეს ქსენო ჯგუფი რაც ახსენეთ, ეხლა სულ ჯგუფის თემაში წერთ თუ ეხლა სოლოებსაც აკეთებთ პახუდუ და თან ცალსაკე და თან ჯგუფის თემაში თუ სოლოებს, ნახეთ ჯგუფთან ერთადაც ვარ, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, როგორც სოლო კარიერა დავიწყე, ის სოლო კარიერა დარჩება, იმიტომ რომ იქიდან დაიწყო რა. ხო არა, ჩალიჯობენ ეგრე ჩვეულებრივად, კაცო, დასაწყისები ხო ყველა ხო აკეთებენ სოლო ცალსაკეც და ერთად. კი, ჩვეულებრივად, სოლო ტრეკები სამივეს გვაქვს. ჩემი ტრეკი დაიდება ეხა სოლო ვაჟას მისამღერით. ეს ქსენოს არხზე იდება სოლოებიც? ქსენოს არხზე იდება. არა, ქსენოს არხზე იდება სოლოებიც. ანუ ქსენოს არხი იქნება მაშინ აღწერაში მითითებული და გადადით გაჩეკეთ ნახეთ აუცილებლად. ეხა ჩემი სოლო დაიდება, მერე ვაჟასი და მერე გიგასი და მერე სამივესი ერთად დაიდება, კაროჩ ტრეკი რა. სამივე ცალსაკეში ამზადებთ. გავახურებთ და მერე სამაგრებთ. სხვათა შორის ის სამივე ერთად რო ვიქნებით იმ ტრეკში ძალიან მაგარი რაღაცები. ხო, დიდი ალბათობით უკვე სამივე ერთად რო ჩავწერთ, მაგ უკვე კლიპიც იქნება რა, მაგის როც იქნება უკვე მასული რომ კლიპის თემაც უკვე შეიძლება რომ მაგ დროს დაწყებული იყოს რა. და ეს სტუდია იქ ქობულეთში გაქვთ იქ ხო? კი. ქობულეთშია გველოდება. კლიპი, ისეთი კლიპი იქნება რომ დედაშვილს აი როგორია, იცი თუ არ დავასპოილეროთ. ხო, არ ვიძახი რა. სცენარს არ ვიძახი და შინაარს. როგორია იცი, ხო იძახის ყველა რომ აი ისეთ კლიპს ვიღებ, რომ საქართველოში არ გადაღებულა. ეს მართლა არ გადაღებულა.
აი მართლა არ აქ არის უკვე მე მგონი ხარისხების ჭიდილზე უკვე საუბარი, ვირა ხარისხი ხარისხი ზედონის ხარისხი და იქნება. ალბათ შინაარსიც ხო, რა თქმა უნდა. შინაარსი აი სცენარზე გვაქვს სცენარზე გვაქვს აწყობილი ყველაფერი. აი როგორ ის სცენარს გიწევთ იმенно თუ თქვენ თვითონ ჩაიჩობთ თუ სამივე ვწერთ ერთად თქვენით ხო? კი. და ისეთი რაღაც, ანუ ხო ვიცით რა, არსად არ გადაღებულა ეგეთი კლიპი საერთოდ. აი გავჩეკოთ მოდი მთელი. და დაჟე მგონი უცხოეთშიც არ გადაღებულა ანუ მსგავსი. ეგ ო, ძალიან ისეთი განაცხადი არის რაღაც, მეც დამაინტერესა. არა, მართლა ძალიან მაქსენარის კლიპი არა მგონია. აქ ხო ეგრეა ზოგადად საქართველოში რეპერების კლიპი, რომ ანუ იყოს კლუბი და გოგოები და გოგოები ვაფშე არ ექნება ჩვენ. არა, ძირითადი თემა ან რაღაცა ისეთი თემა რა, რაღაც ხო მანქანები და რა ხო ხდები და ძირითადი თემები ეგ არის ხომ. არა, მანქანები ნუ იქნება, მაგრამ რომ მაგრამ თავარი როლი არ ექნება მაგას. თავარი როლი არ ექნება მანქანა. თავი როლი თქვენ ახართ და მეორე ხო, მეორე ხარისხული მანქანები. ხო, ანუ ბევრი აკეთებს აქცენტზე, გინდა არ გინდა დერს კი მანქანა უნდა ყავდეს კლიპში რა. ხო. აბა რაის რეპერია მაშინ. ხო, აბა ეგა. ხო და ჩვენ მანქანებზე არ გვაქვს აქცენტი გაკეთებული. აი უშუალოდ სტილისტურად როგორი იქნება, ანუ საბაუნსო საბაუნსო იქნება უგონ სერიოზულად, აი რავი რა. შავდებთ მთელ თავს სულს და შეიძლება ადამიანს ვაფშე ჰიპ-ჰოპის ჰანგები არ ქონდეს მოსმენილი და მაგ ტრეკს მოусმინოს და იბაუნსოს ისეთი ტრეკი იქნება. ნუ ყოველ შემთხვევაში გვინდა და კი. დარწმუნებული ვარ რომ გამოვივა. ძალიან ბევრი რაღაც ანუ წეგან ვაჟამაც ახსენა ივენთებიო ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბევრი რაღაცებს ვაპირებთ რა აი ხა ამ პერიოდში უკვე მონდომება გვაქვს მაგის. კი რა თქმა უნდა მაგის მონდომება გვაქვს და უბრალოდ ეს ყველაფერი დროის ამბავია ხო ხვდებით რა რაღაცები უნდა დაალაგდეს და უნდა მიუყვეთ. აქეთ აგეპატიჟებიან ხოლმე ივენთებზე და უშტაკო ჩვენი რეპერები თბილისელები თუ შეხება იმდენ და არა გვაქვს ხოლმე თუ როგორ არის. ნუ თბილისის რეპერებს რაც შეეხება ახლა ნუ ლუკას მოკითხვა, გიოს მოკითხვა, რიკოს მოკითხვა, ანუ ტურის ქალაქზე მაქვს საუბარი. ნუ ახლა ხარას რო თავი დავანებოთ ჩვენ ძმას, კაროჩე, ნუ რაღაც ისეთი სიტუაციები გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ დღესდღეობით ძალიან მაგრად ვართ, ძმაკაცობთ, მეგობრობთ. ანუ ლუკას ტურის ქალაქში ჯერ ივენთი არ ქონია იმის შემდეგ რაც ჩვენ გავიცანით რა და ზოგადად ახლა რეპერებთან იმდენად შეხება დანარჩენთან არ არის. აი აზოს ქონდა ივენთი ერთ და აზოს ივენთზე გავიც, იმიტომ რომ ჩვენია. ხო და დანარჩენი ახლა რა ვიცი, ვისთანაც მაგრად პრინციპში რა არის, ეხლა ტრეკების თემაც ხო უნდა იყოს, ეხლა დავუშვათ თითო როლა ვეში თუ გაქვს, შეიძლება просто ისე გამოხვიდე, მაგრამ ისე რომ იმდენი სიმღერები გაქვს, იმდენი ტრეკები გაქვთ, მაგრამ თუ აიღო და სოლო კონცერტი, ასე ჯგუფის კონცერტი ჩაატაროთ. ჯერ გაქვთ მაგდენი მაგიტო ველოდებით საფულის მაგიტო ტექსტები გვაქვს. აი აგვისტოს კანონად იქნება რა, იქნება სრულყოფილი იმდენად რომ თავისი გაიტანოს რა. და ამის გარდა ჰობი ან რამე სხვა გატაცება ან რამე ისეთი რა გაქვს და რეპის გარდა. ფეხბურთი. აჰა. ფეხბურთს დავდივადი ბავშვობიდან. დღემდე ვთამაშობ და დღემდე ხო? აი მე არაფერი არ მიჩემია ფეხბურთს რეპის შემდეგ რა. ძალიან ასწავლებს. თქვენს ფეხბურთს თამაშობთ თუ თქვენ? არა, მე გიტარაზე მევასება და უკრავ? ელექტრო თუ აკუსტიკური? აკუსტიკური. კლასიკური. წერა. დავსიო. ლექსები. ყველაფერი. აი რაც კი მიზიდავს ყველაფერი. აი ყველაფერს წერს რაც იწერება, კაროჩე რა. ლექსებით ეხა შეყვარებულების მოხიბლა და გოგოების მოხიბლა, კაი თემა, ოდითგანვე ეს თემა იყო ეხა. კი ბატონო, დავდიო. რამე ისეთი ხო არ არის მაგალითად სანამ დავამთავრებ თუ რამე მესიჯი ხო არ გინდათ გაუგზავნოთ ან ახლა ვინც იწყებენ რეპერები ან რჩევები თქვენი მხრიდან ან ასე შემდეგ ან რაიმის დამატება ისეთი ხო არ არის რაც გინდოთ რომ გეთქვა მაგალითად და არ გითხე და არ ვისაუბრეთ და ასე შემდეგ მაგალითად სანამ ბოლოსკენ წავალთ შეკნება არის რაღაცა რაც ვიტყვი ბიჭებო კი როდესაც დაიწყებთ რა აი გათენდა დილა თუ დღე თუ საღამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ დავიწყეთ უკვე იკუთხარ ხო ჩვენ დავიწყეთ უკვე იკუთხარ რა გაიგვიძეთ კაროჩე და თქვით რომ всё მე დღეიდან რაღაცას ვიწყებ რა არ გადადოთ ანუ აი საბოლოოდ იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში ბოლომდე და ყოველთვის ისეცადეთ რომ გავაკეთებ საუკეთესოდ. თუ საუკეთესოდ ვერ გავაკეთებ, ხო, მაშინ ხო გააკეთებ მაინც. ხო გააკეთებ მაინც ბაზარი არა, მაგრამ იცი რა არის თუ მონდომება არ გაქვს რა, ვერაფერს ვერასდროს ვერ გააკეთებ. თუ მონდომება გაქვს, ყველაფერს გააკეთებ. ეს პოდკასტის ფაქტის სახეზე ეგ ამბავია. ანუ ხო, მართლა ეგ ამბავია. პროსტა ის არ უნდა თქვა რომ რაღაცა თუ ცუდად გამოგივიდა, ანუ ეხა მაგალითად ეხა ხო ჩავწერეთ ჩემი რაღაცა და მე ხო არ მომეწონა ის ჩემი ჩაწერილი იმ მომენტში რა. მაგრამ გითხრა რომ მაინც მოდი დავდოთ. ცოცხალი ემოციაა. ხო, ცოცხალი ემოცია მოდი დავდოთ. შეიძლება ის არ ხდება, მაგრამ
მოდი დავდოთ შემდეგ კიდე სხვას ჩავწერთ ის უკეთესი იქნება. კი, ეგრე. ნუ ახლა მონდომება მაგ мотивация. შემთხვევაში respect ყველასთან ვინც ახლა დაიწყო აპირებს დაწყებას, მაგრამ ცოტა მკაცრი ვიქნები მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ რა არის, იცი? აი რაღაც თუ არ არის რა შინაგანად რა, რაც გაწერინებს, აი შენში თუ არ ზის, აი ის მუზა რა, კაგრასო. შენში თუ არ ზის, ანუ ამას ჭირდება თავისი რა, იმინა ის რაღაც ჭირდება რა, ის წერტილი ელემენტი ჭირდება, რაც მაგას გაკეთებინებს რა. და თუ ეგ იპოვე შენ თავში და დაიწყე და აი თავარია შენ მოგწონს რა პირველ რიგში რა. და თუ ის დაიწყე, მე რა უკვე გაჩერება გარდაუვალია რა, იმიტომ რომ ვერავინ ვერ გაგაჩერებს, იმიტომ რომ შენ ის ელემენტი იპოვე და უნდა ამუშაო რა, თავიდან ბოლომდე უნდა ამუშაო რა. მოგესალმებით ძვირფასო YouTube მაყურებელო. ჩვენ ვიყოფებით ახლა K-ბუში, ხოსროთ ვიძახი. K-ბუ. ახალი ობიექტი იხსნება. მე დავიწყებ ჭამას. კი ბატონო, ბარნოვის 86. ახლა როგორ მოგწონს? აბა მითხარი გამიზიარე, ხა? შენი ჯერ მითხარი რა გჭამს? გემრიელი აი მაგრამ რა გჭამს? ეს არის საფირმო ბურგერი. რა შეიცავს? K-ბუქი ამას ბურგერს K-ბუ სახელი აქედან მოდის. ინსპირაცია იყო ქაბაბ ბურგერი. აი მე შეიძლება უკვე მივყვეთ მონდომებას გვერდში დგომას სტიმულს, მაგრამ ის თუ არ გაქვს და მოგწონს მაგალითად თაზო ვაჩეიშვილი, იმიტომ რომ აბაუნსებს თელ საქართველოს და გინდა შენც მასა იყო, არ გამოგივა. ახლა რა გამახსენეთ ის თუ არ გაქო მაინა ბერიძესთან რო გადიოდნენ კონკურსებზე ეს ან გაქვს ან არა აი ეგა ეს არ გაქვს. უნდა გამოიყვანო. უნდა გამოიყვანო. ანუ ხო რა მონდომება და ცდა იცი რა როცდი ისე მაგროჟამ ერთხელ თქვა და ნახელა გავარდა. ხო და კიდე ბოდიში რა გაწყვეტინებ არ მინდა რომ ისქნას დამავიწყდეს და კიდე ერთი მინდა ვთქვა რა ანუ ვიცი რეპერები მართლა ზოგს არცალია ზოგს ბევრი საქმე აქვს ზოგ ანუ ყოველთვის აი აქ ვიძლევი პირველი პოდკასტია ჩვენი სიტყვას ყველა დამწყებ არტის რა ვიცი თავიდან ბოლომდე შემოგეულოთ ჩვენი თავი ვისაც ეს სფერო უყვარს მოდით ვიბაზროთ მაგაზე მე სიამონებას მე ვერაფერი ვერ მომანიჭებს თავიდან ბოლომდე გვერდში გიდგებით ნუ მთავარია თქვენი მონდომება და ქსენო არის თქვენთან თავიდან ბოლომდე რა ყველას ჩავაწერებთ მაგალითად ახლა სტუდიაში ვინსაც შევხედავთ რომ მართლა გულით უნდა ის რაღაცა რა და მართლა რომ რაღაცა მომავალი აქვს გათვლილი ამ სფეროსთან ერთად. არ ვართ ჩვენ ახლა ის ხალხი რომ რაღაცა გამოუძალოთ ვიღაცას რაღაცის გამო. ხო, ანუ პირდაპირ რა, მოდი, თქვი რომ ეს მინდა და მოგვასმენინე. ჩვენ შეგიფასებთ კარგი რაცა იმას გეტყვით და ცუდი რაცა იმასაც გეტყვით. ანუ ვიცი მართლა რეპერები და ეგ მაგ გულისკენ რა მინდა რომ დავამატო ანუ ზოგს ანუ იმაზე ბაზარი ანუ იმაზე უკვე აღარ მაქვს საუბარი რომ რაღაცა სტუდიაში მიგი ანუ ესეზარებათ რომ გილოცავ დაბადების დღის და ამასაც ვერ წერენ გამიგე ზოგი მართლა იმიტომ ვერ წერს რომ უბრალოდ რო არ აქვს რა და მართლა გადატვირთულია მაგრამ ზოგი მართლა არ წერს და რატო რახან ჰაიპში ხარ და გიყურებს არიან ეგეთი რეპერები პროსტა ზარება რა ეგ რო ჩვენგან არ იქნება აი დარწმუნებული ვარ სულით და ჯერ გაიქაჩეთ მე ნო მაგის დროც მოვა აუცილებლად არა რა არის მართლა არიან ეგეთი მარტო რეპერებზე არ აქვს საუბარი შოუ ბიზნესიც არის ესე რომ იმდენად ისეთი ტოპ პონტია რომ მე თუ მიულოცე მე უნდა გადამიხადო რომ მიულოცე ხო საზღვარგარეთაც ესეთი პონტი მიღებულია და რაღაც მაგრამ მანდაც შეიძლება რაღაცა ლიმიტიც არის და რაღაცა თემაც არის შეიძლება ზოგჯერ ან განწყობაზე არ ხარ ხასიათზე არ ხარ და ასე შემდეგ მაგრამ რაღაცა ეთყობა თმენის ვალდებულება და რაღაც უნდა გქონდეს მაგრამ ისეც ჩემი მიულოცვა რომ არ აწეინო შენი ფანს თუ შენ მსმენელს თუ რაც თავარი ახარებდეს ანუ მე ხო ვიღაცას დაურეკო და რაღაც მიულოცა თუ რაღაც უთხრა და ეგ ახარებდეს და არ გავაკეთო იმის გამო რომ ჰაიპში ვარ ან მოვითხოვა ფული ჩემთვის ტეხავს არ ჯდება ვაფშე ხო ანუ 11 წლის ბავშვი რომ შენგან მოლოცვას ელის და არ მიულოცავ თან იცი რომ გაუხარ თან ხო აი მაგას მოგმართავთ რა ვინმე თუ საკუთარი თავი იცანით და ეშვით ცოტა მაგლა ხართ ვინც იცავით თავი დააკომენტარეთ დაპლიუსით კომენტარებში აუცილებლად დააქვე აუცილებლად გამოიწერეთ არხი ხალხო გამოიწერეთ რომ აუცილებლად სპონსორი არ არის მაგრამ სტიმული მაინც იქნება ყალია ჩვენი სპონსორი კრანის და რაღაცა შავი ტალახიანი სასწაულს ხო და გამოიწერეთ აუცილებლად რომ სტიმული მქონდეს რომ ფრეშმენები იქნება old school-ის სასწავლი იქნება არა აქვს შეიძლება რომ მეც მომწონს და მიყვარს ეს საქმიანობა რასაც ვაკეთებ და ისიც მომწონს რომ დავუშვათ მომყავს ხალხი გაცნობთ მათაც სტიმული ამათვისაც სტიმული არის მაგალითად ეს თემა რომ პოდკასტზე გამოდიან კიდე ხალხი გაიცნობს და ასწორებს ეს ყველაფერი რომ ერთი დიდი წრე არის მე რა საბოლოოდ რა კი აღნიშნავ დავამატებ მაგაზე წაგანაც გითხარი მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვი რომ
ძალიან მაგარი პროექტია, იმიტომ რომ ჩვენ ახლა არა ვართ იმ დონეზე რაღაცა გადაცემაზე, არა ეს არის პირველი პოდკასტი, სადაც ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი და ძალიან ნასიამოვნები მივდივარ აქიდანაც, იმიტომ რომ თქვი ჩემი სათქმელი, ვესაუბრე მსმენელს, შენს მსმენელს ვესაუბრე, შენს მაყურებელს ვესაუბრე და განვითარებადი პროექტია, გისურვებ წარმატებებს, რა ვიცი რა, შენთან ვარ თავიდან ბოლომდე და აუცილებლად უნდა დაულაიქოთ, დაუკომენტაროთ და რაღაც წინ უნდა წავწიოთ ეს პროექტი, რომ არ გაჩერდეს რა. ისე არ მეგონა თუ ვიტყოდი, მაგრამ და subscribe ყველაფერი ოდესღაც და კომენტარეთ და დასას არის ღილაკიც გააქტიურე. იმიტომ რომ ვეჭველი მოვიდეს. იმიტომ რომ ვეჭველი მოვიდეს. აი ერთი კითხვა მაწუხებს კიდე რა, რომ ეხა 3 ტრეკი იქნება დღეს აქ დასაწყისში, შუაში და ბოლოში. ხო და აი წეღარო აღნიშნეთ 11 წლის ბავშვი რო ითხოვსო შენგან ვიდეო ჩაწერას და რაღაცაო. აი ხა მაგალითად რეპერი დაუშვათ უნდა იგინებოდეს ტრეკებში თუ არ იგინებოდეს ეგ სხვა თემაა, ხო? ისეთ შეიძლება გააკეთო, ასეთ შეიძლება და ყველანაირად შეიძლება. მაგრამ ეგ რამდენად მისაღებია მაგალითად ეგ თემა თქვენი ხედვით, უყურე რას ვამბობ ფორმულებას რომ მოვახდინო რა. ზოგან ხა თუ უხდება სიტუაციას მაგალითად რაღაცა თქვა გასაგებია, მაგრამ აი რომ მაგალითად რეპერები რომ ყოველ 2-3 სიტყვაში მაგალითად ამის დედა იმის დედა შეხვდები და აი რამდენად მისაღებია ეგ თემა მაგალითად აუცილებელი არის თუ არა ტრეკში იგინებოდე მაგალითად. არა არის აუცილებელი. და ამ ზაფრი კითხი დავასრულოთ. ზრდილობიანად შეიძლება ისეთი დისი ჩაწერო სიტყვაზე, ახლა რაღაცის გადასვა გინდა და ზრდილობიანად შეიძლება ისე გადისო რომ გინებას ჯობდეს. ანუ მე მაქვს ხო მოსმენელი ბევრი ტრეკი, ახლა არ ვიტყვი ვისი ტრეკი, ვისი დისი. მაგრამ ანუ ისეთი დისია რომ გინება საერთოდ არაა ტრეკში, მაგრამ იმან მისაღები მიიღო რა, ასე ვთქვათ და მისახვედრი მიხვდა ვისე იყო სულ. მივიდა მისამართზე. ხო. ანუ არა თან გააჩნია ხა რა სტილს წერ, დის წერ თუ მელოდიურს თუ ლირიკურს წერ. ლირიკურში ჩემი აზრით საერთოდ არ უნდა იყოს გინება. არ არის საჭირო რა, იმიტომ რომ ის ლირიკური როა და სიტყვების თამაში და ასე შემდეგ უფრო რაღაც დახვეწილი სტილი უხდება, დახვეწილი სიტყვები, მაღალფარდოვანი სიტყვები. ანუ აქტუალური თემაა ეგ და მაგაზეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, რა არის, ეგ უკვე ჰიპ-ჰოპში როგორი თემა იცი, ხალხს აინტერესებს რა, ეგ უფრო აი რაღაცნაირად, აი რაც არ უნდა შორს წავიდეთ, მოსწონს რა, აი ვიღაცას რო ან აგინებს ისე დაკება. ეს არის შოუ. თავიდან ბოლომდე არის შოუ, ახლა მაგაში ორი აზრი არაა და არავინ არ შემედაობა და აი ეს შოუ მოწონთ და ეს შოუ რაც უფრო მძაფრია და სიუჟეტი რაც უფრო დაძაბულია, მით უფრო იზიდავს საზოგადოებას რა. და ჩემი აზრით არის ახლა უბრალოდ ჩემში არის ახლა მე თუ ადამიანს ვერ ვნახავ და პირადად ვერ ვეტყვი რაღაცას კი ბატონო ახლა თუ გამიქცა შეიძლება ასე მიკროფონთან ვუთხრა ჩემი სათქმელი და დაჟე დავაწიო მაგრამ რასაც აქიდან დავაწევ აგერო ვნახავ იმას პირშიც ვეტყვი რა ვაჟა კიდე ის მინდოდა რა ბოდიში უყურე რა უნდა მეთქვა ხა და მავიწყდა მოკლედ რო დისავენ რა ერთმანეთს მე ვიცი ბევრი რომ ადამიანი გაუდისავს ჰაიპის გამო ხო აი ანუ ჰაიპის გამო რო დისავ ანუ მე ვიცი ის ერთი მონაკვეთი იყო ჰიპ-ჰოპ სფეროში, როდესაც ერთმა ადამიანმა გადისა მეორე, აი არაფრის გამო, შემდეგ იმათმა გადისეს ეს და ის საერთოდ აღარ გამოჩნდა მე. არსად აღარ გამოჩნდა. კი. კამერები რო გაიჩია, მე მეტყვი ამ იზი ამბობ. ვითომ ვერ ის მივხვდება ისე ამბობ, ახლა. მეც ვითომ ვერ გაწუნებული ვარ. ხო, რა ვიცი. ხო, რეალურად რო ვთქვათ, ეგ ფაქტი არ მომწონს, თორე განაპირადული მაქვს რამე. ეგ ფაქტი არ მომწონს, რომ ჰაიპის გამო ვიღაცა ყურადღება მიიქციო. ხო, რა, ანუ მაგას ქვია როგორი პიარია იგივე, ოღონდ რაღაცნაირი რა, სხვანაირი პიარია. გაპიარებენ ისინი შენი დისით, ოღონდ თან გაგინებენ რა, ვისაც გადისავ ხა უბრალოდ სიტყვაზე. ხო, ზოგიერთი ვიცი, იმაშვებიან, რა ქვია, აგერ ერთ ქალაქში არიან და ერთმანეთს დისავენ. არა, ეგეც არა. არ მომწონს ახლა რა, როდესაც ახლა გვერდით ყავს გადადინახე და უთხარი ახლა მაგრამ ნუ ახლა რა ვიცი, აი ხალხს მოწონს. აი ეგ ხო, ანუ მაგას ვაზრობ რა, აი ჰიპ-ჰოპში არის ეგ შოუ იდგმება და მთავარია მაყურებელი გიყურებს, იქ ეწერება ის რაღაც ნახვა, ნუ ეს აუცილებელია ახლა რა, სადაც ეს აუცილებელია და ხდება. ამიტომ ვფიქრობ რომ უნდა იყოს, მე შეიძლება არ მოწონს, მაგრამ უნდა იყოს. ზოგადად რო ვთქვათ, აი დისების ამბავზე იყო წერა რა საუბარი და აი ბოდიში ჩემი სტილი მაგალითად დისია რა, დისზე მეტად აი შეიძლება ვირაფერი შეიძლება მეტად ვერც მე მოიწონი. კაროჩე, ესე რო ვთქვათ, მე უფრო ლირიკულს წერ და დისებსაც ბაზარი არა, მაგრამ ანუ რო შევეხოთ ზოგადად დის რა კონკრეტულად საჭიროა რა. ანუ ნახე
რაღაცების გამოხატვა რა, ხვდები? როცა რაღაცას ფიქრობ და უყურებ, ჰიპ-ჰოპი ხო ვაფშე თავისუფალი სფეროა რა, ვერავინ ვერ გეხება და ყველას ეხები ოღონდ სწორად. რაც მთავარია რა, ხო ხვდებით და ანუ ეგ არის რომ რაღაცას რო ფიქრობ რომ ის ცუდია და ეხლა ეს ჭიქა აქ რო დგა აქ უნდა გადაიდგას აუცილებელია რა, ხოლმე ხარ უნდა გაკეთდეს ისე რომ ნახე სწორად მიეწოდეს. უნდა გამაიყვანო. უნდა გამაიყვანო. დისი შეიძლება არ იყოს კონკრეტული რა, ხა უშუალოდ ადამიანზე არ იყოს, მაგრამ ერქვას დისი. კი. კი. მაგრამ ეგ ცოტა ისეთია რა, ხო ხვდები? აი მაგალითად საზოგადო დისები ხო აი ჭიას საქმეა ეგ უკვე რა, ანუ სოციალისტური. ანუ პროსტა ბაზრობს, ისავს და ვინც მიიღებს მის თავზე იმ ანუ ეგ არის ჯანსაღი დისი, სოციალური დისი. ჭიას აქედან ერთხელ კიდე მოკითხა, კაროჩე, აი ვაფშე მართლა ბევრი რამე მომცა რა, ანუ იმენა ბევრი რამე კი არა ყველაფერი მომცა და კაია მაგას აჯობია. სასწავლებრივი ბიჭი. კაი, მაშინ ამ ლამაზ ნოტაზე, თუ როგორც არის, დავასრულოთ დღევანდელი პოდკასტი. მოკლედ მადლობა რომ ჩამოხვედით ზოგი საიდან. გაიხარეთ თქვენს მადლობა ასეთი მიღებისთვის და დახვედრისთვის. გაიხარეთ და იმედია სულ წინ არ გაჩერდებით და ეს პატარა ტრამპლინი იქნება და პატარა სტიმული კიდე. რა თქმა უნდა, წინ წახვიდეთ, რეშები, ბევრი ივენთები, მე ბევრი სპონსორი. სტიმულისთვის და რა ვიცი, ასე შემდეგ რა, თუ რამე კიდე დარჩა რომ დაამატოთ თუ არა და ეგ არის რა, კლუბს დავარყავ და თუ არ გამოდის, უნდა გამაიყვანო. აქ დავამთავრე. პოდკასტი უნდა დაერქვას ეგრე. უნდა გამაიყვანო. შე გავდიშე? ეგ არის მაშინ. გამიზე. თუ არ გამოდის, უნდა ამის ხუთია საათ, ძებს მოუყრი თავს და ამძიმეთ კიბილ თაჯარს ვატან სიგარეტის სხვა. ალბათ ფიქრობთ რატომ ცისო, ალბათ რაღაც ემართება და ცხოვრებასთან იცი ბევრი კითხვა მებადება. რის გამო ცოცხლობს კაცი, ტანჯვა თუ დასდევს თან, გავიზარდე, შევიცვალე და ვერ შევეგუე თავს, გაკაფავს ეს ცხოვრება ეკლიან ბილიკებს და 64-ის კარს ალბათ არავინ არ გამიღებს. თუ არ ეთვლებს მაშინ როცა იღვიძებს გონება და ზუსტად ვიცი ჩემი მერო არავის ემონება და როცა დაწერილი რვეულები იფერფლება, მაშინ აღიქვამენ ამ ნაწერებს სულის კარნი და თუ არასოდეს ავტოვებენ მე შენთვის კარგს, უნდა ჩავალაგო შენი ცხოვრებიდან ბარგი. ეს მელანქოლიები ისე მიტევს როგორც სევდა და სისხლის ფასია თითოეული დანაწერი და მე ესა ვარ იცი საერთოდ არაფრად მაგდებენ თუ შენ გინდა დაემე ვიყო უკანასკნელი. ისევ ღამის ქუჩებს მივუყვები ლუდით ხელში, ეს სული კი იბრძვის თითქოს უნდა გადარჩენა ამ გაუსაძლისი პირობებით ფონზე ვდნები და ეს ნაწერები არის სულის აღმოჩენა. იცი ვერ გავუგე ამ მუზებსაც რა შვებიან, თითქოს ტოვებენ მაგრამ აღარსად არ მიდიან. ჩემი ნათელი ხომ თქვენთვის ის დიდი ბინდია და მე ზუსტად ვიცი რომ უფალი სულის გედია. მე კი ისევ მარტო გამთენიას ველოდები, სულს ჩამოანგრევენ ალბათ მალე ეს ფიქრები. საერთოდ არ მინდა მე ამაზე ფიქრი, მაგრამ ასე მგონია რომ აღარაფრად გამოვდგები. ახლა გავედი მე აივანზე პინჯვარს ვიწევ, ერთად ჩავიფიქრებ, მოდი ერთხელაც დაუშვი. ბევრი ტკივილები იყო, ბევრი სევდა, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრება მე ხელებიდან არ გაუშვი. ჩემი ფანჯრებიდან ეკლესია მოსჩანს შორის, ყოველი დილაა სიწმიდესთან სიახლოვე და ეშმაკები ერთიანად მებძვიან და ვერაფერს დიდებით მათ მე ვერ დამემარტოვეს და გიზა ისევ ნელბერე ფაში, ისევ ფიქრებს ეძვის ხამისფნელი დემონები. მე კი ისევ მარტო, ისევ ისეთი და ისევ სიალალით ამ ცხოვრებას ველოდები.